განუწყვეტელი წინააღმდეგობით. განუწყვეტელი წინააღმდეგობით და თავარი მოთხოვნები იყო დარჩება და იქნება ახალი ეროვნული არჩევნები და სინდისის პატიმრების განთავისუფლება. და ეს მოთხოვნები უკვე ყველასთვის გასაზიარებელია, არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ხო? რეზოლუციებია მიღებული ევროპარლამენტის მიერ, მიღებულია რეზოლუცია ევროსაბჭოს მხრიდან, მაქსიმალურად მთელი სამყაროსთვის გაცნობა ამ ფაქტის, რომ ჩვენ ყავს ეხლა 2025 წელს ყავს სინდისის პატიმრები საქართველოს შესულა იცოდეს თელმან ცივილიზებულმა კაცობრიობამ. შესაბამისად, ეს არის ჩვენი სამუშაო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, რომ ეს თემა იყოს ყველაზე მწვავე, აუცილებლად გადასაჭრელად შეიძლება სწრაფად და მშობლებთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანთა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რა თქმა უნდა, რომ მათი შვილები იმიტომ არიან სწორედ ესეთი პატრიოტები, ესეთი გულხურალი მებრძოლები საქართველოს მომავლისთვის, იმიტომ რომ მშობლები ყავთ ესეთი. გეთანხმებით. არაჩვეულებრივი ადამიანები, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა, მათ სიტყვები რა იყო შეხვედრისას, პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა. ისინი ამბობდნენ. ჩვენი შვილები ახლა საპატიმროში არიან, მაგრამ ჩვენთვის თავარი არის ჩვენი ქვეყანაც არ იქნება ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალი. და ეს არის სწორედ მანიშნებელი თუ რატომ ყავთ ესეთი არაჩვეულებრივი შვილები ამ ადამიანებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ იქ ისეთი მართლა საუცხო ადამიანები ყავთ დღეს სატუსაღოში. ქართულ ოცნებას მოუწყდებული გარდა ვეფხია კასალძის და ვასილ კაზელაშვილისა ჩვენ პარტიის წევრების ეგ არის არაჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, ანდრო ჭიჭინაძე, ზვიად ცეცხლაძე, საბას ხვიტალიძე, ეს არაჩვეულებრივი ყველას გვარს ვერ ჩამოვთვლი ახლა, მაგრამ ყველა ერთნაირად ღირებულია, ყველა ერთნაირად პატრიოტია, ჩემთვის ყველა ერთნაირად იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სხვაგანად ფიქრობენ ვიდრე ქართული ოცნება, რომ მათ უნდათ რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული მომავალი, დღეს ისინი არიან სატუსაღოში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პოლიტიკოსებისთვის თავარი არის, რომ ამ ადამიანების გამოხსნა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და რა თქმა უნდა, ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან ერთად. ეს არის თავარი მოთხოვნები. ჩვენ დანარჩენი მოთხოვნა ჩვენთვის არის მეორე ხარისხოვანი, მესამე ხარისხოვანი. თავარი არის ეს, რაზეც ვართ ახლა კონცენტრირებული. დღეს ლელო ალბათ იქ არის ძლიერი საქართველო და აპირებთ რომ მე რა თქმა უნდა ვაპირებ მშობლების გვერდით იყავთ დილით ადრე აუცილებლად ვიქნები დილის 4 საათისთვის, როდესაც იქნება პარაკლისი გადახდილი იმ ადამიანებს სულების საოხად ვინც დაიღუპა 99 წლის 9 აპრილს, მე რა თქმა უნდა ვიქნები იქ. იქნები იმ ადამიანებთან ერთად, რომელიც ვალდებულად თვლიან თავის თავს, რომ 8-დან 9 апრილის ღამეს იყვნენ იქ, გაიხსენონ ის ადამიანები, ვინც დაიღუპა, მაგრამ გაიხსენონ ასევე, რომ 91-ის 9 აპრილს საქართველოს აღადგინა დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენ გვემუქრება საფრთხე, რომ დავკარგოთ ის, რისთვისაც იბრძოდა თაობები ქართველების, რომელსაც შეწირეს თავი 1000-ობით, 100,000-ობით ქართველმა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ მანამ სანამ ქვეყანა არ გავა სამშვიდობოს. ამიტომ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ სწორედ გაერთიანებული ამ იდეის ირგვლივ, თავისუფლების ირგვლივ, დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ, იმ იდეის ირგვლივ, რომ არასოდეს ამ ქვეყანას სინდისის პატიმარი აღარ უნდა იყოს. და რაც თავარია, რა თქმა უნდა, ეს ერთიანობა და სიყვარული ერთადგომის აუცილებლად უნდა დაუპირისპიროთ იმ ღვარდს, ბოროტებას, ძალადობას, რომელსაც ხედავთ ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან. მათი მხრიდან მოდის ღვარძლი, ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ ერთობა, ურთიერთსიყვარული და მიძღვნა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. აი იცით რა არის დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ უყურებთ, ხო? ეს მუქარა პარტიების საკრძალვისა, რაც მგონია, რომ ტყუილი ქადილი არ არის, რაც მგონია, რომ აუცილებლად მოვა სისრულეში, იქ დაჭერით დამუქრება, მედიის განადგურება, საერთოდ კრიტიკული აზრის გაქრობა, სულ მინდა რომ დავინახო ხოლმე ეს თუ გაუვიდათ და მე იმეც ვიტოვებ რომ არ გაუვათ, მაგრამ ეს თუ გაუვიდათ, მაშინ როგორ ქვეყანაში უნდა ვიყოთ და პასუხი არ მაქვს, აი 100-დან არც 1%-ით არ მინდა ალბათ იმის დაშვება და იმიტომ არ მაქვს ალბათ პასუხი, რომ შეიძლება ეს გაუვიდეთ. აი როგორ ხედავთ თქვენ 2-3 თვის მერე ამ რეალობას? მე 2-3 თვის მერე ვფიქრობ, რომ ვიქნებით წინა საარჩევნო კამპანიაში ჩართული. რა თქმა უნდა. ვიქნებით ჩართული წინა საარჩევნო კამპანიაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს მუქარა რომ ყველას აკრძალავთ, დაახურავთ, მედიას დავხურავ, პოლიტიკურ პარტიებს დავხურავ.
ჩვენ ხო გვესმის, რომ ეს არის ქართული ოცნების სასოწარკვეთილების გამოხატულება. ჩვენ არა ვართ მარტო. ჩვენ ვიყავით მარტო 90 წელს, როდესაც დავიწყეთ ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის იგულისხმება, როდესაც დავამარცხეთ კომუნისტებს, მარტო ვიყავით. 91 წელს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი იქნა მიღებული, ცივილიზებულ სამყაროს არ ჯეროდა, რომ საქართველო განთავისუფლებოდა, პრაქტიკულად ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება არ იქნა მხარდაჭერილი დასავლეთის მიერ მაშინ. ეხლა სხვა ვითარება გვაქვს. ჩალისფასი აქვს მათთვის, თვითონ როგორც პოზიციონირება. რა სიტყვის ჩალისფასი აქვს და არც სანქციები გვაინტერესებს, არც მათი რეზოლუციები გვაინტერესებს. აი ჩაგკეტეს რა, სრულ იზოლაციაში მოგვაქციეს, ხო? ჩალისფასი ეს სიტყვის ახლა იმ ადამიანს ვისაც სიტყვებით თქვენ მოკავთ ახლა ჩალისფასი. რომელი ერთია, იმდენი არიან. მაგ სახეზე ეთყობა, ხო, გასაგები სახეზე ეთყობა რამდენად ჩალისფასი აქვს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს ყოველდღიურად ცივილიზებული სამყარო, ხო, ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში, დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საკმარისია იყოს ცდილობა, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია, აუცილებლად დასანქცირდება მთავრობის კონტროლირებადი მედია საშუალებები, აუცილებლად, გარანტირებულად. საკმარისია პარტიების აკრძალვაზე გადადგენ ნაბიჯი, აუცილებლად პარტია ქართული ოცნება მიიღებს ცხვირში მნიშვნელოვანეს საპასუხო მუშტს დასავლეთიდან საქართველოს მეგობარი ქვეყნებისგან. ქართველი ხალხი არ არის მარტო ბრძოლაში ქართული ოცნების და შესაბამისად რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ. ქართულ ხალხს ზურგს უმაგრებენ ქართული ხალხის ერთგული მეგობრები. უმნიშვნელოვანესი სოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ხო? ის რომ თითქოს არ იმჩნევენ რა ურთულეს ვითარებაში ჩაიგდეს თავისთავი ქართული ოცნება, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ეს კარგად არ ესმით. იგივე გუშინდელი ქართული ოცნების სპიკერის მხრიდანაც გამჟღავდა ბევრი რამ, თუნდაც ის რომ ამბობენ, რომ ესე ვერ გაგრძელდება, ესე ვერ გააგრძელებენ მართვას. ეხლა ეკონომიკაც შეუძლებელია, ხომ? ეხლა პირდაპირ გეტყვით, ბიზნესი, რომელიც არის ქართული ოცნების ირგვლივ გარკვეული ნაწილი, თავმოყრილი, რომელიც ამ პერიოდში ქართული ოცნების მმართველობის დროს აყვავდა, განვითარდა და აქვს მჭიდრო კავშირები ქართულ ოცნებას, ეს ხალხი ღელავს პირველ რიგში. ხო. იმიტომ რომ მათ იციან, რომ ქვეყნის იზოლაცია ნიშნავს, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად უცხოური ინვესტიცია არ შემოვა. ის რის იმედიც ყოველთვის ჰქონდა გაჭირვების დროს, რომ გერმანიის მთავრობას მიაკითხავდა საქართველოს ხელისუფლება, ან საფრანგეთის მთავრობას, ან ვაშინგტონში წავიდოდა, ან ბრიუსელში, ყველასთან დაკეტილია კარები დღეს. ანუ დამხმარეც კი არავინ აღარ დაიტოვეს, ხო? ამიტომ მათ კარგად ესმით ეს ვისაც ოდნავ გონება შერჩენილი აქვს, ამიტომ იქ ძალიან დიდი მღელვარებაა. უბრალოდ აკრძალული აქვს ეს საჯარო თქვა, მაგრამ გუშინ როგორც ჩანს მაინც თავი ვერ შეიკავა იგივე მათმა წერმა და თქვა ის, რაზეც ღელავენ, რაზეც ფიქრობენ, რასაც განიცდიან. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თვეა, მშვიდობიანი წინააღმდეგობა, მას მოაქვს შედეგები. შედეგები ამ ქვეყნისთვის. ამ ქვეყანას არ ივიწყებენ. პირველ რიგში ეს არის შედეგი, ხო? როდესაც ეს მართლაც პატრიოტი ხალხი ყოველ დღე ikრიბება რუსთაველზე და აჩვენებს მთელ სოფლიოს, რომ არ ეგუება ავტოკრატიას, რომ არ შეეგუება საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის დაკარგვას. ეს არის ისეთი მძლავრი სიგნალი, რომელიც აღწევს ყველა ევროპულ დედაქალაქში. და ცხადია, რომ ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არ არის მარტო ამ ბრძოლაში და მას ზურგს უმაგრებს სოფლიოს წამყვანი ქვეყნები. და ეს ერთობლივი ბრძოლა აუცილებლად მოიტანს საქართველოს დაბრუნებას ბუნებრივი განვითარების გზაზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპულ ოჯახში დაბრუნება და რაც თავარია პირველ რიგში ახალი არჩევნები ახლა და სინდის პატიმრების განთავისუფლება. დიდი მადლობა, ბატონო ბადრი, მადლობა, წარმატებას გისურვებ და მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე დავამარცხებთ ამ ხალხს, იმიტომ რომ აი ჰაერს კეტავენ, სასუნთ გზას უკეტავენ, უბრალოდ თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ მედიას, თავისივე შვილებს, მე ვფიქრობ, თავისივე შვილებს. აი აქეთ მივდიოდი ზუსტად და სინამდვილეში საკუთარ მომავალს, საკუთარ შვილებს, საკუთარ შვილიშვილებს და მე მგონი რომ ეს გამარჯვება გარდაუვალია, რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით და ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი ვართ ერთად.
ნახოთ როგორი იქნება მათი კიდევ დამატებითი რეპრესიული კანონები თუ ქმედებები, მაგრამ მგონია რომ აი საზოგადოება ეხლა რომელიც იქ დგას და კიდევ უამრავი ადამიანი უბრალოდ არ მისცემს ამ ოლიგარქს და მის რეჟიმს უკან ჩრდილოეთისკენ ამ ქვეყნის მიბრუნების საშუალებას. და მე მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს უთხრა თუ რომელიმე შეეპარა უიმედობა და ფიქრობს ამ ქვეყნიდან წასვლას. ყველას ვემუდარები რომ არავინ არ დატოვოს ეხლა საქართველოს ამ კრიტიკულ მომენტში და იყოს თავის სამშობლოში, იმიტომ რომ ამ ქვეყანას აქვს არაჩვეულებრივი მომავალი. უნდა ირწმუნონ საქართველოს ხვანდელი დღის ყველამ და არ უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რაც სურს ჩვენ მტერს და არ უნდა აუხტინოთ ოცნება ჩვენ მტერს.